მეორე დღეა ციფრული და ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლები საპროტესტო მსვლელობას მართავენ ამ წუთებში იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე. ისინი სოლიდარობას უცხადებენ აქციაზე დაკავებულ მოქალაქეებს და პროტესტის მთავარ მოთხოვნებს უერთდებიან. აქციას ექნება მსვლელობის სახე, თუმცა რა მიმართულებით გადაადგილდებიან დღეს ჯერჯერობით უცნობია. IT სპეციალისტებმა საპროტესტო მსვლელობა გუშინაც გამართეს, რესპუბლიკიდან პარლამენტის მიმართულებით წავიდნენ და შემდეგ გადაადგილდნენ თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე. Ვაპროტესტებთ იმას, რაც ბოლო რამდენიმე დღეა, 14 დღეა უკვე ხდება საქართველოში, ტერორს, რომელიც ხელისუფლებამ გამოუცხადა საკუთარ მოსახლეობას. პირველ რიგში მადლობა მინდა მოუხადო ყველა იმ დაჭერილს და ყველა იმ დაკავებულ ადამიანს, რომელიც ახლა ციხეშია და იხდის სასჯელს, ადმინისტრაციულით, ზოგი ნაწილით ამ ხელისუფლებამ სისხლით სამართლით საქმითაც დააკავა და გამძლეობას უსურვებს მას. ჩვენაც შეგვეხება, ჩვენ არ დავიღლებით. ყველას დიდი სურვილი იყო, რომ გადავიდეთ დღის აქციებზე, რადგან ღამის აქციებმა ასევე ვერ გამოიღო შედეგი და ისედაც სასურველია დღე პარალიზდეს ქალაქი და დღე გამოხატოთ ჩვენი პროტესტიც და იმ ყველაფრის ცვლილების სურვილიც რაც გვინდა და იმედია გადავალთ დღის აქციებზე. იეგმება მარში, მაგრამ რა მიმართულებით ამჟამად ჯერ არ ვიცი.